რელიგიური ექსტრემიზმი და თავდასხმა დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე. გადაცემა ბარიერის მსვლელობისას ტელეკომპანიის შენობაში და შემდეგ ეთერში მალხაზ გულაშვილის ორგანიზაცია სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები და სასულიერო პირები შეიჭრნენ. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს და კავკასიის გენერალურ დირექტორს. კავკასიის პირდაპირ ეთერში საზოგადოების წარმომადგენლები და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ლიდერები გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობდნენ. რა ხდებოდა ტელეეთერში და ტელევიზიის გარეთ სოფო ხუციშვილი დეტალებით. ეს ადამიანები არიან თუ არა ესენი ფაშისტური დაჯგუფებები და მე მინდა ქალბატონ არა ბელგარიას როგორც ყოფილ სახალხო დამცველს ვკითხო და მისცეს ამას შეფასება. რა ვფიქრობთ ქალბატონო ლელა ეს არია გაკეთებოდა იმის მერე ხო იმის მერე რა ხდებოდა როგორც შეგიძლიათ როგორც ქალბატონს როგორც დედას იყოთ აი ესე მშვიდად და უყურებდეთ ამ ყველაფერს თქვენ მოძრაობა რომელიც ძალადობას ახორციელებს ქრისტეს სახელით დაპირისპირება ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობას მოჰყვა. დებატები ჩხუბში მაშინ გადაიზარდა, როდესაც გადაცემის სტუმრების ნაწილმა სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა. გარეთ გასულებს კი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარში გადაცემის წამყვანმა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი დაადანაშაულა. ეს არის ის რითაც თქვენ მართლმადიდებლობას გვაზიაროთ. უკაცრავად ის რუთა გავიდეთ. მე მოვხდა კავკასიის ყველა თანამშრომლო შემოგვიდნენ სტუდიაში. გადაცემის სტუმრებზე თავდასხმა სარეკლამო ჭრის დროს მოხდა. ხმაურზე გარეთ ბარიერის წამყვანი და ტელეკომპანიის თანამშრომლებიც გავიდნენ. ამ დროს კავკასიის ეზოში სასულიერო პირები მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ტელევიზიის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიღაცა წამოვიდა საცემრად, ამ რაღაც ხელი უნდა გაეტყა თუ რაღაცა ავეფარე. რის შემდეგაც მოხდა ხელი მე. დაიწყო ჩხუბი და გამიგდეს ორმანქანა შუა. ბატონის ნაბიჯა. ბატონი ჩაუშალე რაღაცა ბაზრებს დაგვარშვი. აი რა დავწი შეჭრიფე. ბატონი რაოდა ცოტა ხანია ის ვინ უნდა მცემას? ნაცემია დავით აქუბარდიეც ტელეკომპანიის ხელმძღვანელი კავკასიაში მომხდარი და რამდენიმე წუთში მივიდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მას ეზოში შეკრებილებმა მიაყენეს. აი ბიჭები უყარო იდგნენ. მე დაურეკე რა ხდება ეთერში რატო არა ვარ გარე ჩხუბი არის. მოვედი მანქანე და ვიღაცა ბაღალებით შენ მეგობარია სპაჩოს. ის ეურებოდა ბიჭები ის. არა ჩემი არა. კარების გაღება მინდოდა და რატო არ ჩაუშალეთო გადაცემაო. დავკითხე ვინ ახარ რა გინდა მეთქი. დაიწყო გინება და დაიწყო 15 კაცი აგვიტყამდა რა. ყოველ შემთხვევაში ეს ბიჭია ყველაზე უფრო დაზარალებული აქ. ხო და რაღაც საშინელება მოხდა არის იქაც დიდი ჩხუბი იყო წეოქობა. გარეთ დაწყებული ჩხუბის პარალელურად ხმაური იყო სტუდიაშიც. ტელეკომპანიის შენობაში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები და სასულიერო პირები შეიჭრნენ. მათი დაწყნარებას აპატრულო პოლიციამ სცადა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. აი ამის გამო დაიწყო ყველაფერი, მოიცოდეთ, გადაიღეთ. მამა დავით სიხარი. მამა დავით. მოგვიანებით ტელეკომპანიაში მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც მომხდარი გადაცემის პირდაპირ ეთერში დაგმეს. დღეს კი გადაცემის მზადების დეტალები გაირკვა, როგორც ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, გადაცემამდე ის მალხაზ გულაშვილს შეუთანხმდა, რომ თანამოაზრეებით არ მოვიდოდა, რადგან მათი რადიკალიზმიდან გამომდინარე მსგავსი განვითარება მოსალოდნელი იყო. ჯანგირაშვილი მოითხოვს, რომ დაკავებები არამასობრივი, არამედ სამართლიანი იყოს. პირდაპირ უთხარი, რომ მალხაზ ძალიან ხო უზრუნველყო, რომ აქ არ მოვარდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, რომლებიც შემოდიან შენს დაქვემდებარებაში.
რომ არ მოხდეს ექსცესები, იმიტომ რომ აქ ყავს განსხვავებული აზრის მქონე სტუმრები, რომლებიც ვიცი რომ თქვენთვის და ამ ჯგუფისთვის მიუღებელია. მალხაზ გულაშვილი, მე ადამიანურად და საქმიანად და ყველანაირად გაგებით შემპირდა, რომ ის მოახერხებდა იმას, რომ არ მოსულიყო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი აქ და არაეტეხა სკანდალი. მან ეს პირობა არ შეასრულა. მოხდართან დაკავშირებით ჩვენება სამართალდამცველებს კავკასიის თანამშრომლებმა უკვე მისცეს. დღეს დილიდან კი ტელეკომპანიამ მაუწყებლობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო. ტელეკომპანია იმედი სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია კავკასიას და დამოუკიდებელ ტელევიზიაზე რელიგიური ექსტრემიზმის თავდასხმას კატეგორიულად გმობს. ჩვენთვის მიუღებელია მომხდარი ფაქტი და მოუწოდებთ ყველა ორგანიზაციას თავი შეიკავონ მედიაზე აგრესიისგან, მით უმეტეს რელიგიის და რწმენის სახელით. და დღის სხვა სიახლეები რუსული მართლმადიდებლური ტერორიზმი და პროვოკაცია, რომელსაც მართლმადიდებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საზოგადოების წარმომადგენლები რელიგიურ ექსტრემიზმს გმობენ და მომხდარის უკან რუსულ კვალს ხედავენ. შეფასებები კავკასიის პირდაპირ ეთერში განვითარებულ მოვლენებზე ნახეთ ზურაბ ხვისტანის სიუჟეტში. მსახიობმა ნინო ბურდულმა ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარი უპრეცედენტო დაპირისპირება პირდაპირ ეთერში ნახა. ქრონიკასთან საუბრისას ბურდული ამბობს, რომ საზოგადოებამ პროვოკატორთა ჯგუფი ერთხმად უნდა დაგმოს. მე ძალიან ეჭვმეპარება რომ ის ადამიანები, ვინც გუშინ ეს პროვოკაცია მოაწყო, რაღაცნაირად რელიგიასთან იყვნენ დაკავშირებულები რა. თუ ისინი დარწმუნებულები არიან რომ მართლები არიან, რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება იბრძოლოს თავის სიმართლისთვის, მაგრამ ამისთვის არსებობს არაჩვეულებრივი იარაღის სიტყვა და არაშეურაცხყოფა, კანონის დარღვევა. საზოგადოების ერთი ნაწილი მომხდარს ექსტრემიზმის კვალიფიკაციას ანიჭებს. წერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ რელიგიური ექსტრემიზმი საზოგადოებისთვის დამღუპველია. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს იმ დაუნათლებლობას, რომელიც სამწუხაროდ არის ქართულ საზოგადოებაში, თუნდაც მხოლოდ რელიგიური საკითხების მიმართ და მეორეც ერთი ეს გააღრმავებს ძალიან საშიშ ვნებებს. ჟურნალისტი ქეთი იგნატოვა კოლეგებზე თავდასხმას მიუღებლად მიიჩნევს და ხელისუფლებისგან დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, პროვოკაციის მონაწილეებს მართლმადიდებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. წერალი ლაშა ბაქრაძე კი ულტიმატუმს ქართულ ეკლესიას უყენებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთხელ და საბოლოოდ უნდა გაემიჯნოს ასეთ ექსტრემისტულ ჯგუფებს, რადგანაც ეს ადამიანები, მე ვფიქრობ, სერიოზულად ზიანს აყენებენ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ეკლესიის სახელით, სარწმუნოების სახელით, ხატს ამოფარებული ჩემზე ვიღაცა რიგითი ხულიგნები გამოიყენებენ მორალურ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ან მით უმეტეს ფიზიკურ ძალას, ეს მგონია რომ უკვე აბსოლუტურად სცდება რელიგიის ფარგლებს და გადადის ელემენტარულ ხულიგნობაში. ქრონიკასთან საუბრისას მომხდარის რუსულ კვალზეც საუბრობენ. ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი რუსული მართლმადიდებლური ტერორიზმის ქართული გამოძახილია. რუსული ფაშიზმი, რომელიც გულისხმობდა და გულისხმობს სპეკულირებას მართლმადიდებლობით და რომელიც გულისხმობს მართლმადიდებლობის დროში ტერორიზმს. იგივეზე მეტყველებს მათი გერბი. წითელ ბოლშევიკურ სისხლიან ფერზე გამოსახული ორთავიანი რუსეთის იმპერიული არწივი, რომელსაც სხვათა შორის ფრთები დაშტრიხული აქვს საბჭოთა საქართველოს დროინდელი საქართველოს დროშის შტრიხებით. საზოგადოების წარმომადგენლები კავკასიის ეთერში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ და დამნაშავეთა კანონის ფარგლებში დასჯას მოითხოვენ. მომხდართან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილი სპეციალური განცხადების მომზადებასაც გეგმავს.